ნუ გაიქვავებთ გულთა თქვენთან. პავლე მოციქული გვაფრთხილებს. აი ეს ყველაფერი რაც ჩვენ გვინდა მოხდეს, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ ჩვენ ვიყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, გქონდეს აი ამის განცდა თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის, რომ ჩვენი გაქვეებული გული ცრემლად ვიღვრებოდეთ ყოველივე ამის გამო, ამას ხელს უშლის გაქვეებული გული და გვეუბნება, ნუ განიფიცხებთ, ანუ ნუ გაიქვავებთ გულთა თქვენთან. და ძველი აღთქმის სიტყვები მოყავს პავლე მოციქულს, ეს ძველი აღთქმაში არის ღვთის სიტყვა, წინასწარმეტყველის პირით განცხადებული, ფუცე რისხვითაც ჩემით, ღმერთის სიტყვებია. ვერ შევიდენ იგინი განსასვენებელსა, ანუ იგივე სიმშვიდესა, იგივე მყუდროებას, ანუ იგივე სასუფეველსა ჩემსა, ვინ ვერ შევიდეს, ვინ, რომლებიც აი სულ მუდამ თავისას ცდილობდნენ. ეს ძველი აღთქმის ისტორია, როცა იუდეველები გამოყავს მოსეს და მიუხედავად უამრავი სასწაულისა, რაც მათ იხილეს, მაინც მიწიერი უნდათ, მაინც ხორცის სავსე ქვაბები უნდათ, მაინც პატივმოყვარეობა აწუხებთ, მაინც ამწარებენ მოსეს, აარონს და სულ ეს პრობლემები აქვს და აი ფუცე რისხვითა ჩემით, ანუ ღმერთს რო ათქმეინებ, აი ამ სიტყვებს. როგორია, ხო? რომ ვერ შევიდნენ ისინი განსასვენებელსა ჩემსა და ეს რა თქმა უნდა ჩვენს გასაგონად ამბობს პავლე მოციქული. ნუ გავიქვავებთ გულს, მით უმეტეს ქრისტიანები, რომლებსაც ყველაფერი ვიცით, რაც სული ცხონებისათვის საჭიროა, თორე ეს სიტყვები არ დაგვავიწყდეს. თუ გავიქვავებთ გულს, თუ ჩვენ ვერ მივხვდებით რა მოხდა ღმერთის ადამიანად მოსვლით, ხო, მაშინ ვერ შევალთ ჩვენ მის განსასვენებელში, ანუ მის სიმშვიდეში, ანუ სასუფეველში.